მანდელიშვილი შოუს სტუმარი გახლავთ საქართველოს მთავარი შეფი გურამ ბაღდაშვილი. Привет. Мобзанди. Шеф Холкар Мобзанди. Ამისინე, ჩვენ ახლა ესე მოგესალმეთ, მაგრამ ხო არა გაქვთ შეფებს რამე თქვენი შემისალმება, აი როგორც მაგალითად თორნიკა. მონადირებს როგორი მოსმისალმება, კიცი? არა. მანახე შეფებს როგორი გეკითხა? ვასო მოიყვანეთ ფაქტად. ორივე მონაქნას მაშინ რატო არა? მიდი. აჰა, დაუმიზნე. აუ რა კაი. როგორ ახლა? კარგად, მაგრა. გემრიელად. ველოდებით 15 რიცხვს რო გაიხსნება და დაუბრუნდები კატარღას. ისე რა არის ეს რა მართლა? როგორც თქვენი დაკეტვა? ხო, ამ პანდემიის დროს ახლა ყველა სტუმარს ვეკითხებით ხომ შენთან კიდე განსაკუთრებით ამბები ხდებოდა მთელი პანდემიის დროს გენატრება ხო ჩვეულებრივ რეჟიმში რო ჩაჯდე ისე. რა თქმა უნდა, მოსანატრებელი არის, იმიტომ რომ სრულიად არეული გაქვს გრაფიკი ცხოვრების, ისედაც ხო გასტროტიპებს ყოველთვის არეული ქონდათ არა დაბადების დღე, არა ქორწილი, არა ძმაკაცთან ლუდის დალევა ბუნებაზე. რა? არვით გაშლა, იმიტომ რომ პროფესია არის ესეთი, რომელიც 24 საათი უნდა იყო ანტენებით ჩართული ყოველთვის, როდის დაგირეკავენ, როდის ვიღაცა ცუდად გახდება, რომ ვიღაცა უნდა ჩაანაცვლო. იმიტომ რომ სტუმარი რო შემოდის, მას არ აინტერესებს კულისებში ვინ არის და ვინ მუშაობს, თავარია რომ უნდა მიიღოს. ხო, იცი რა არის, მე სხვათა შორის ვიყავი მიმტანი ერთი პერიოდი და აი რო აგიღწეროთ. ხო, რო აგიღწეროთ უბრალოდ რა ხდებოდა, როცა ეგრეთ წოდებული ხშენიცი რაც არის გარიაჩკა. იქ და ნუ მოკლედ რო შედიხარ და ეს არის რა, იცი აი რა სუხიშვილები, განმაგრები არიან სუხიშვილები. კიევში არის მისალმება, მისემო, როგორი ნანიო. სინქრონი რა არის, იცი რომ მე ხა მაგალითად სამი თებში მედო აქეთ, სამი თებში მედო იქით, ჩემი ობიექტი მქონა თან ყარაჩოღელის ფორმა მეცოდა. AS-ი დედასპიცარ მართლა ყარაჩოღელის ფორმა მეცო AS-ი თან იქ ხოჩი როგორ უნდა იდგე ყველას უკვე გაღიმებული და ერთი წამით შეიძლება მოვიდოდი და AS-ი თავაზობდი ხოლმე რაღაც მე გავიდოდი AS-ზე დავდიოდი ეხლა ხო აი ეს-ზე დავდიოდი ხოლმე კარებს ვაღებდი და ჩვენი მარინა რო იყო მოვიტანო რა მარინა რო იყო მარინა მაგარი ნუ ეს არის საგიჟეთი და რავი კომპლიმენტები ყველა ადამიანს ვინც თქვენ კომპლიმენტები დაუფასებელი სხვათა შორის ამ პერიოდში რაც გააკეთა კი კომპლიმენტები აშკარად ეკუთვნით. თვითონ ახლა არის თვითონ არის ტყვის და მოდი ჩვენ აღვნიშნოთ რომ ამ პანდემიის დროს შენ აბსოლუტურად ისე ფაქტობრივად თავიდან ანონიმურად დაიწყე დაახლოებით 2 თვე თუ ცოტა მეტი კიდე 2 თვე ნახევარი მე მგონი შენ აბსოლუტურად უსასყიდლოდ აპურებდი ძალიან ბევრ ადამიანს. და სხვათა შორის არც ტელევიზიებში გაგიშუქებია, არც ინტერნეტში. ხო და ჩვენ რისი ერთი მეუბნება მასეც აქციას ყველას ვინც მიბაძა გურამს და ასე იქცა. მოყოლა შარდა ორ სიტყვაში ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო პროექტი გავაკეთეთ მთელმა გუნდმა. უბრალოდ ვიფიქრეთ რომ ვიცი რა ის ბებია რომელიც ზის მარჯანიშვილის მეტროსთან ყიდის მზეს უმზირას ვეღარ გაყიდის ის 20 კაპიკს ვერ იშოვის, ვერ იყიდის პურს ან ფურთუშას და ცივ-ზამთარში ცხელი წვნიანი მასთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ბევრისთვის არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ იქ დაახლოებით 150 კაცი ყოველ დღე რომელიც დადიოდა, მათთვის ძალიან დიდი რა ვიცი, დიდი ის იყო ხარში დგომა იყო რა. კი, დიდი ხარში დგომა იყო და ყველა დიდი ხარში დგომა მაინც იყო ჩვენი სამეგობრო წრეს. სახელებს გვარებს არ დავასახელებთ, თვითონაც მოითხოვეს ანონიმობა. რამდენიმე კომპანია იყო, რამდენიმე ბიზნეს სექტორი იყო, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ყოველ დილას მიდიოდნენ, უსხავდნენ, აჭმევდნენ ასე. ანუ მეგობრების ჩართე ამ საქმეში და დაგეხმარნენ ეს. კი, ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთეთ საინტერესო, მაგრამ ვეცადეთ რა თქმა უნდა რომ ეს არ ყოფილიყო მარკეტინგული რაღაც ნაბიჯი. ეხლა გეტყობა რომ გიჭირს მაღაზია ლაპარაკი. ხო არ კარგი ცოტა ვატორმოზებ, იმიტომ რომ ტელევიზორობა არ მინდოდა მართლა არავის არ მინდოდა. იცი რატო ღირდა? თუნდაც იმიტომ ღირდა ეხლა ამ ყველაფრის თქმა თუნდაც იმიტომ ღირდა რომ ძალიან დიდი ნეგატივი ხდებოდა იმ პერიოდში და ეგეთი რაღაცები რო ხდებოდა მე მიხაროდა ხოლმე იმიტომ რომ ნეგატივს აბალანსებდა ეგეთი კაი რაღაცები. კაი, ეხლა შენ ეხლა მთელი შენი ამბების დროს საერთოდ როგორ მოხვედი ამას როგორ დაიწყე ეს ყველაფერი?
ნუ სარესტორნო ბიზნესი ორეკა არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი. ანუ ეს არის ძალიან დიდი სერიალი. ძალიან დიდი სერიალი, რომელიც იწყება დრამათი, იუმორით, უბით და ყველა ჟანრი არის აბსოლუტურად. ანუ ჟიზნენია რა. ჟიზნენი არის, ხო და ყველაზე კომიკური, ნუ ორი რაღაც შემემთხვა, მე 33 წელია პროფესიაში ვარ. ნუ პირველი ის იყო, როცა მე ძალიან ნაადრევად, ასე ვთქვათ, პროფესიამ ამირჩია და მოვხვდი სასტუმრო აჭარაში. საბჭოთა კავშირის სასტუმრო აჭარას გულისხმობ ინტუისტებს ეკუთვნოდა. ხო? ვარა საინტერესოა. კი, 79 რუბლე, 62 კოპეიკი იყო ჩემი ხელქვაზე. უაქცენტოთ. ხო და სადღაც 13-14 წლისა ვარ სასტუმრო აჭარაში, იყო ესეთი საუზმე სავალდებულო, დაახლოებით 600 წელი ბლინჩიკის ცომი უნდა გამომეცხო, რომელიც ხო, როგორ იყო იცი ესეთი ქურები ელაგა, გრძლად და 1.30 ტაფა იყო და ღორის ცხიმზე მზადდებოდა ძირითადად, იმიტომ რომ თერმულად უფრო ამტანიანი არის ღორის ცხიმი, ანუ ერბოქონს რასაც ვეძახდი და ეს ტაფა უნდა მოგესვა, ამ ჩანგალზე ბინტი იყო, თხევადი ქონი, მე ამას უსმევდი, მე ამას ასხავდი, პავ, ტაკ და მოკლედ პროცესი არის ძალიან, ასე ვთქვათ, დამღლელი, იმიტომ რომ ერთ ადგილას გეხარ ნაბიჯს და აი მარტო ამ უკვე ღვიძლი მტკიოდა ბავშვი და პირველი როცა დავიწყე რაღაც ახო არ ვიცი და დამავიწყდა ამ ერბოქონის წასმა ამ მშრალ ტაფაზე, დავასხი ეს ცომი, ვაკეთე და ეს რო ავიქნიე და გამწოვის შიც რომ მოხდა ესე ფარს, გამწოვის მოხდა და კაკრა შეფი უკან ადგას და ეს ცხელი ბლინი ყლაშ. აი რაც კინოებში და კომედიებში ხდება, აბსოლუტურად ყველაფერი რეალური ცხოვრებიდან აღებული კადრები არის და ერთ-ერთი იყო ეს რაც მე შემემთხვა, ამიტომ ვიტყვი რომ ეს იყო ეს ისტორიები რასაც გვაჩვენებენ რა. ყველაფერი რეალურია და ისიც რეალურია, იმიტომ რომ ამდენი კულინარიულ ფილმში მაქვს ნანახი რომ აი სტაფილო უჭირავს და ამბობენ რომ ეს უბრალოდ სტაფილო არ არის. სტაფილოს ხმა უნდა გაიგო. სტაფილოს უნდა მოეფრო შეიგო. მიმართულება იქნება. ინგრედიენტები უნდა შეიგო. კი რა თქმა უნდა. აი ხედავ. ეს ვის თის წყაროს ხმა. რა თქმა უნდა, ჩუხჩუხით ჩამორბოდა. ბრუდავალი. კიდე რა სიტუაციები შეგემთხვა ხო? ანუ შენი კარიერის განმავლობაში. სიტუაციები ბევრი. რა ვიცი, საერთოდ ცხოვრებაში ერთხელა ვარ სამსახურიდან გაგდებული. ოპა. ეს სულ რაღაც 15 წლის უკან პორტუგალიაში, სამხრეთ პორტუგალიაში აი გარიაჩკა, რასაც შენიძახი, პორტუგალიელებს აქვს გამოთქმა ლოდუ. ლოდუ არის აი ჩაობზე რომ მიდიღარ და ფეხს რო ჩაკითრევს და რო არ გიშვებს, ხო იცი, რო გაბუქსავებინებს. ანუ ეს ამ ტერმინს ხმარობენ პორტუგალიელები და სერიოზული გარიაჩკა ლოდუ მაგ და კაროჩე აღარ ვიცი რა ვქნა და სასტუმროს დირექტორს, ანუ რეზორტის დირექტორს აუფუჩუნდა რომ გინდა თუ არა ჰოთ-დოგი გამიკეთე განსხვავებული და რა ვიცი 5 რეცეპტი ჩემი წეხვით ქაბაბი გაუკეთე რაღაცე მოვიგონე ნაწლავი ღორის გამომშრალი რაღაც თავის ყველაფრით კაუჩ გავიხიე შუაზე და ტიპ მეუნე ვაფშე რაღაც სხვა მომიმზადეო და შენ დედაც მეთქი წავედი ზოომაღაზიაში უყიდე ძაღლის ჯამი დავიქრიე ეს ჰოთ-დოგი ყველაზე იაფასიანი სასისკი ყველაზე იაფასიანი ტყალაშანში კეჩუპი მიმივაწვდე და სუპერვაიზერს მეუნე წაუღე მეთქი ეს არის ყველაზე განსხვავებული რაც შემიძლია თან უკვე როგორ ვიყავით აი on fire რო ხარ ყველაზე მაგარი დესერტი მიაღწევ არა გორდენ ბლუზი და მეთქი შეიძლება გაუგზავნეთ მეთქი და იქიდან პირდაპირ ჩამოვიდა ის და ხელი მოაწერეთ რა იქნებოდა ბიჭო რა მაგარი ურჩკლიეთ ხო არიან ეგეთი ვიღაცები არიან ხა ინტრიგანი ადამიანები ეგეთი რომლებიც აი ბოლომდე ეცებენ იცი რა არის ადამიანი როცა ბუნებრივად ხარ პოპულარული შენ საქმეში იმ წრეში ან იმ ობიექტზე სადაც შენ მუშაობ და იციან რომ აი როცა რაღაცას ხო ყოველთვის ასოციაცია აქვს ხო აი რაღაცას რო იტყვი წირე გამოდის ეს ანუ ის ხო სადაც მე ვარ ანუ პროტაგონიზმი ყოველთვის მაქსიმალურად ჩემთან ბუნებრივად მოდიოდა და ამიტომ ახალ დირექტორს უნდა და თავისი ასე ვთქვათ ვარსკვლავის ანთება ოღონდ მე ვთქვი აი შეისწილა მასე და ხალაშან ლიდერბეთის ოთახში გადავინაცვლოთ და ნახოთ როგორია მხიარულებაში, ასე ვთქვათ, შეიძლება თქვა რაღაც მე აზარტულ თამაშებს არ თამაშობ, რამე ისეთი
მხიარული თვით. მხიარული გასართობი და აზარტიც ექნება, ოღონდ აი მხიარულებასთან რადიკალიზმი უფრო არა, all-in არ გაგაკეთებინებო. მომზადით ბატონები. იმედია შპაგატზე ჩაგზავნა. აქეთ მომზადით, აქეთ. მას ასე ბატონო გურამ უпростоრად შეფ გურამ ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერბეთის ოთახში და აქ დავიწყოთ ჩვენ თამაშს და მხიარულებას. პირველი თამაშს ქვია რომანტიული დუელი. რომანტიულ დუელში არაფერი ისეთი სასიკვდილო არ ხდება, მხოლოდ რომანტიულია. თუ ვანიკოს მზერასთან ჩავთვლით, რომელიც მომაკვდინებელი მზერა. ხო, მე ჩემი მზერა ცნობილია, ნუ მიპუსწიაკებ, ასე ვთქვა. და თავარი პრინციპი არის, რომ არ უნდა გაგვეცინოს. გუნდებათ ვარ დაყოფილი, მე და ნიკო გრიგოლია და ილო. შენ. სათითაოდ შევერკინებით ერთმანეთს. თავარი პრინციპია ერთმანეთის პირისპირ დავდგები და არ უნდა გაგვეცინოს. მოდი ილო და ნიკა გვაჩვენებენ. ანუ მოდი ამის თქმა უნდა რომ ლაითად დავიწყოთ და მე როგორც ძიმი არტილერია თვითონ გამოვა. შენ ცოტა მეერე ურთხილდი ამას ისეთი მზერა აქვს რომ გაგაცინოს რომ არ გაიცი. ჩვენ არიცით. შეფს აქვს საიდუმლო. შეფი ყოველთვის სერიოზული სახით იძლევა შენიშვნას და იტყუება ასევე სერიოზული სახით. ასე რომ ვერ ხდება, რა ხდება იქ ეს მართალია თუ ტყუილია. და ეხა დაიტესტება რა შეიძლება. ეხლა ვანიკა ტესტება ზალა გამომაცალეს წინასწარ აი გაყიდეს ჩემი. კარგი, გამამხნევე. აბა ნიკო, მეგობრებო ერთი ტაში შეიძლება. აღარ მეცი, შენზე არ მეცი, საერთოდ არაფერზე არ მეცინა ბატონო. ესე მეუბნებოდა, ჩუმად მეუბნებოდა. ისმაღერამდე გავხაჩავთ ეს. ანუ უკვე მანამდე მეცინებოდა. მე სიტყვები მესმის, იმიტომ რომ პოლიგლოტი ვარ და შენ ისეთი სიტყვები გესმოდა რომ მე ყველა სიტყვა არაფერია. არა, ძალიან სასაცილო იყო. თან ეხლა ორი ტიპი ერთმანეთში რომ ყოლებში რომ ჩახედავენ. აბა, ჩახედე მეგობარს. ეხლა ვანიკოს ზერას თუ აიტან შენ. ანიკო მუსიკამდე არ ჩართო შენი მზერა. Черные глаза, вспоминаю, черные глаза, я только о тебе мечтаю, черные глаза, самые прекрасные, черные глаза, черные глаза, черные глаза. პირველია ვის ამ ზერას გაუძნო. არა და როგორი პრანი ჩაიუშებს გლეადი. გორნი არიოლი არის დედაცმიცაო. ან ესე რო დგებან ხომე. არა პირველი არ ვინც ამაზე არ გაიწყო. ჩემი საიდუმლო იარაღი არ გამოყო. მეორეს დაგიტმობ ზმურკო. გაიკავე პოზიცია და ეხლა ვინ არის? მე და ევირიოთ, ხო? ეხლა მე და შენ რა, აუ შენზე ვერ ავიტან, იმიტომ რომ შენ სიმულირა რა იქნება რაში. არ მომარიდო თვალები. აი არ მოგარიდო თვალები. რატომ ეცინება, ოღონდ ვერ ხვდები. გადაწყვეტი მატჩი არის ეხლა ძმა. ხო, მაგრამ რატომღაც team work-ი ვარ. ვანიკოს უყურებ ესე მეწელება ეს. დავიწყეთ? იცინის არა გავწევდი თავისუფლად რა ცეკვა ეხლა რა დამემართა იცი რომ აუცეკვდი რომ ეს გამეცინებინა და მე გამეცინა და რა აზრი ამას რომანტიული ეს სიმღერა იყო კონკრეტული მუსიკალური დუელი ხო ამას ვერ დავაკეთე რომანტიულ დუელს ნამდვილად რა სპეროდა ელ პუჩინო დიო და ეხლა რავი სასიყვარული ვარ მე მარტო სიყვარულზე არის სიმღერა უგავდაგვითარგმნე ხოლმე იქნებ ჩუტყვავილა დიო ბოლო შეკინება და მაგრად იყავი. ერბოდინო დიო.
რა კარგ ადამიანთან ვარ გუნდში გარანტირებული მოგება. ესეთი ბუმბერაზი რომანტიკული დუელის გამარჯვებული ყავს. მოდი სამივე შევერკინოთ ბატონ გურამს. ხო, იმიტომ რომ ვერ მოცინდა. დავდგეთ სამივე და ესეთი ქვა დარკინა აკოლია. სამივეს თუ არ გაგვეცინება, ჩვენ წაგებულები არ ვიქნებით. კაი. სამივეს თუ გაგვეცინა მარტო მაშინ რა, რომ დაგვამარცხო. ხო, თორე ერთ თუ გაეცინა მაშინ საუნა გაგვაცინოს. ბიჭო, მე ერთმანეთსაც არ უყურებ. სამგველიანი გველი გაუჩინარი ხელმწიფე გურამ ბაღდაშვილი. მოდი ეს თამაში გავასწროთ. შანსი შევთანხმდით რომ გურამ ბაღდაშვილი შანსი არა გაცნაო. გურამ ბაღდაშვილი და შეფ პავარ ძალიან თვალსაჩინო გამარჯვება მოიპოვე ამ თამაშში, თუმცა კიდევ კარგი რო გვაქვს 1-2 თამაში, თორე კიდე გაქვთ? კიდე გვაქვს, რომელსაც აი ეხლავე შემოგთავაზა. ოკეი. ბატონო გურამ, შეფ გურამ ამ თამაშს ქვია მე ამისგან გავაკეთებ, ანუ ჩვენ ყოველთვის ბავშვები ვართ. ასე ქვია ჩვენ თამაშს. მოკლედ პირველად თამაშობთ. პირველად თამაშობთ. ამ ფურცლებზე წერია სიტყვა და ჩვენ მეწყვილეს 30 წამში რაც იქ წერია, უნდა გამოუძერწოთ და ჩვენი მეწყვილე უნდა მიხვდეს რა წერია ტრაფარეთზე. მე მგონი ძალიან ამომწურავად ახსენია რა. კი, მოდი მე დავიწყებ. კი ბატონო ნიკო, შენ გიქს. გამოვიცნობ სახესავახე. ეტო იცი. რატო და 30 წამში გვდაქნა. 30 წამში მოიცადე. თუ გამოიცანით თუ წამოგწდათ და მე გავიგონე, მე იმას ვიტყვი და ანუ მაინც ერთ წამი ჩვენ ხوار შეგვიძლია არა, მაგრამ ვარდა წამო ჩვენ მარტო ჩვენ ვუწულებთ ერთმანეთს იმეს რა ქვია ვარიანტი. წავიდა. შერს აქვს მნიშვნელობა? პომადა. არა. მიდი, რა მიდი, ბაბაბთა. არა. გასაკეთებელი ბაბთა. ახლოს ხარ. ბაბთა. ულმაში. ვიფსიკი. ბრავო! დამბარდარუნე. ძუძუების საფარი. მოდი ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმარს დავუთმოთ ასპარეზი. აბა მაინტერესებს რა. მე უნდა გამოვწერწო თუ ილომ ეხლა? ეხლა ილო ზერწავს. ეხლა ილო ზერწავს. ნახულობს ის ზერწავს. მე რა მე თვითონ ის მნიშვნელობა აქვს ბიჭო. დიგდიგიდან. მოიტა რა ვიცი. ეს როგორ გავაკეთე? არ გამოჩნდა დაფარი. დადექი შენ სადი. შენერად უნდა გავაკეთე. არ ვიცი. არ ვიცი. ილო, შენ მე მაგას წარმოვიდგინე როგორ უნდა შეძლებ. გავაკეთო. შენ ამისგან გააკეთე, ილო. ოპა. მიდი როგორ გამოვა. 1 2 3 სულ ერთია. სულ ერთია. აი ეს არ არის რაგინებ შვენიერი. ჩქარა. ჩაკუჩი, ჩარა. სული. კაია. ვეღარ ვიტყვი მაგას. საერთოდ ვერ ვიტყვი მაგას. კუტა. დიწყირიანი კაცი. ეხა ნახე. ხორტუმი ხენი. მაიცა. აი ტრამპლინი. არა. დახმოვანებ არ უნდა ესენი გავუკეთე. აი ნახე. უყურე ხო, მოიცა. პუშკა. ხო, ქვენახი. ეს ყურები რა თუნდოდა? ბიჭო, ეს აი ქვენახი. ბუმ, კი არა სხვა რაღაცა არის. ვერ გავი. რემზეჭა. ის რომ ეს იმედია ბავშვები არ უყურებენ. ესე იგი დრო რომ მქონოდა იმასაც გაუკეთებდი რა, თავიები რო არის. აბა ნიკო, ოკეი, შემიჯერია, ხო? შეჭიდე. მაინც არ დავინახო მე. აჰა. არ დაგნახებ არაფერს. ნახე რა ეს როგორ გაგაგებინო. აა ის რო იყო, კაი. 1 2 3 წავიდა. იგი. ის არა ცომი. ნანა. დანა. ნანა. აჰა. გავჭერი ტრაკი. აჭრა. ახლოს ხარ. მართლა? ახლოს თუ არა, ტრაკთან ახლოს ხარ. ტრაკთან ახლოს არის. კუდი. არა. არა, უკვე აი როგორია. ესე იგი ტრაკიო, რა გარყვნილი ფანტაზია გაქვს. ტრაკიო და ახლოს ხარ ვერ. ეხლა ჩემი ჯერია, მე უნდა გამოვზერწო, ხო? Yes. ოღონდ ჯერ აქედან მე შეგიძლია. კილო შენთან აი ვეხმარები მე ხო ვერ. აი კარგეთ ეგეთ. ოჩინ აღდეგემა რომ ნახოთ არაფერი არის. მეც მომავალი ხოდა რანაირად. მეც ეს აქ გადავდოთ ბოდიში. რა იყო? ჰაერი უნდა გააკეთო. აბა მოვიმზადეთ. ადნო ერთი და იგივეა. მოიცადე ამას მე რა არც გამოძერდა და ისე გამოვიდი. კარგი. თუ რა? 3 2
აბა ვაუ ბიჭო ყურია? არა ბატონი თუ რა არის? პლასტელინი. აი ვანიკო მადლობა. რა მაქრა გააკეთა კი? ვაიმე როგორ მიფელი ბავშვობა ეს ხათა შორის საბჭოთა რადიატორებზე რო გაზიდდი და მე ეს ნაჭამი მაქვს. აუ ახლა არავინ არ წავაგეთ მოვიგეთ ყველა ვიგეთ. ჯერჯერობით ხო შეცდომა ცოტა რაღაც ისეთი ენა ბიჭო 30 წამში თა როგორ ვიდი მიმახვედრებ რაღაცას იზამ ვანიკო ეგეთი წარმოუდგენელი ჩანდა მოიცადე გავიგო აუ 1 2 10 წამი გავიდა აჰა რაღაც მოთეთროა ოჰო რა ბაბუა ხინკარი თოვლის ბაბა არა კაცი რაღაცნაირი რა თან კაცი ეს როგორ შეჩემ და ვიქნა ესა ბოლოს მაინდა მაინც თეთრი რატო აიღე? აუ ამდენი დეგენერატი ერთად საიდან შეკრიფეთ არ ვინ შეკრიფათ ღმერთებო ვაიმე იცი ვინ შეკრიბა ერთად შენ რომ კულინარიული გადაცემა მიყავდა შენი თანაწამყვანი იყო მაგრამ ნელა ალეკო რა გავაკეთოთ გადაგიგეთ კარტოში არ ვიყავით ეგრეს არა ვართ კაც თქვენი ჯერია ეხლა მე უნდა ამოვიცი მაინც აქედანვე ბარემ ხარ არ გამოაჩინო დუდუდუნ ვიცი შენ მაგას შეძლებ მე რო ვიცოდი დიდი დადექი კი კაცო კი დადექი იფიქრე ჩემზე იფიქრე ყოველად ჩემზე ხარ ხო მაინცა ოკეი 1 შოტისპური არა ადამიანი არ არის ადამიანი ვაიმე ჩიბურაშკა არა აბა რა ვაიმე ღმერთებო 2 ბაყაყი არა ბიჭო ესენი ჭოტი არა ესენი ეგ რა არის თვალები ვანაირად ხედავს არა მას აი ესა თავი ეს თავი გაუკეთე თავი ესე გაუკეთე და აი ირიმ ბოდაინა სიგით მანანანა დეგენერატი აი ახლა ეს თავი გაუკეთა ეს ეკონდა ჯერ აი ახლა თავი კი არა ბაყაყი არის დედას ფიცო შენ აქედან უკვე ხატვარი ხარ აი რა მისდობა რაკურს რომელი რაკურსიდან უყურებს არის ბეჭდები გაკეთებს ნიკო მე ვაკეთებ აბა გავიხედე მიდი ვინ არის შემდეგ კულინარიის ნათლიმამის ბეჭედი მეც მაქვს რა აბა ვნახოთ ეგრეა საქმე არა ნახო ოცა რაღაცას ვიცი არა იქით ვიხედებოდი მე შენ ჯოკერში რო იცი ხოლმე ესთან მოთამაშეთ ამ საჯი რო იცოდი ხო აბა მოთამაშემ საჯი მიდი ძმაო კარგი ძმაო მიდი ნიკოლოს არა ნო ვინ აკეთებს მოიცა ბიჭო ვინ ამოიცა მოიცა ვანიკო რელსები არა მოიცა ბიჭო იქეთ არის თავარი რა მიდის გზა არა ეს უკვე ეს რა ერთი მეორე ასეთი გძელი მოიცა აბარა მოდის მაგრამ ერთი კითხვა მაქვს რეიტინგი აქვს თქვენ გადაცემა ძალიან მე ვფიქრობ ამ აი ესეთი მძიმე სიტუაცია რაც ხდება ქვეყანაში თქვენ ალბათ ყველაზე დიდი გაწართობი ხარ საეთერო სივრცეში მთელს ქვეყანაში დიდი კომპლიმენტია ეს სხვადასხვა შემდეგი ხოლო შენ მე ვარ მოდი ნახე მე უნდა გავაკეთო ხო მე აი ვიყურები გამოიწადე შენ დუელი გეთამაშო აქა რა სიტყვა გატრიალდით ყველა იქით რომანტიკული მე რატო უნდა განა მე მოწინავდა გულს რა უფრო მეტი ასარტიკულებს აუ არქიტექტორული მაგ დამთავრებული თუ რა არის ვერ გავი აბა რა სიზამს აუ ძალიან ყურადღება მიაღწიებს აჰა თქვი რაღაცები ბაყაყის კუდი მაინც ერთი წამი კაცო ეს სანთლები არა ის რა ქვია ჭიაყელები არ არის
თავკომბალა რა არის? მაიცა? გაჩერდი შენ ნუ მაიმუნო. დელფინი არ არის? მე აქეთ გავერთობი. რაკეტა არ არის? სცენარია თუ რა? მე ვიცი რაც არის. რაკეტა არ არის. ჩუ. ანძა. გამოიცნო. რომელი ანძა? ანძა. კული ორის ანძა. ეს ანძა გამოიცნო. შეფ! ბრავო, შეფ! კარგი. მე მგონი მეგობრებო არავინ არ შემედავება რომ ბატონი გურამი არის უპირობო გამარჯვებული. ძალიან კარგი თამაშები გამოგვიდა გურამ, მადლობა რა. არა მარტო საოცარი რაღაც კერძების მომზადება შეგიძლია, ესე იგი შენს რესტორანების ქსელში მე მგონი ფიქრობ ახალი უნდა შესთავაზო პლასტილინებით უკვე შეგიძლია. მე შემიძლია თქვა ერთი რამე რომ დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მე შემიძლია თამათ თქვა რომ დღევანდელ გადაცემაში მეორე დავიბადე. მაგას ვერავინ ვერ გაიგე. ვერავინ ვერ გაიგე. აღნიშნე რომ მოამზადეთ მე რომ ეს მეჩე გავიკეთე როგორც გურამს ეს სინამდვილეში არის დიდი დაკავშირება. მოდი მე და ლიდერბეც გვინდა მე და ლიდერბეც გვინდა ბატონ გურამს გადავცეთ უკონტაქტო ლიდერ კარდი რომელზეც 500 ლარი არის დარიცხული და მე იხმარებ მშვიდობაში. 500 მადლობა რომ მოხვედით. ნამდვილი ეროვნული ლარი. შეგიძლიათ პირდაპირ გამოიტანოთ, შეგიძლიათ გადაიხადოთ. როგორ მოქმედ? როგორ შეულებრივი ვარ. შეგიძლია ქეშად გამოიტანო, შეგიძლია გაატარო და ქეშბექის 90-იანი წლები. ან შეგიძლია გაადავო. ხავსობიდან მოცნებო. პირველი ბარათი მიულოცოთ გურამს. ბარათი არ ხონია და მადლობა ხავსობიდან მოცნე. მადლობა ლიდერბეც, მადლობა. თავარ ბიჭებს მართლა აი ძალიან მაგარი შერეკილები. ფოტოს ხომ არ გადაგვიღებდით.